მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა, ტრადიციულად საუბრობთ და ვიწყებთ საუბარს ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარებით, რაც შეეხება ბოლო მონაცემებს ამ თვალსაზრისით, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის უცვლელ მაჩვენებელზეა, ძალიან მცირედი ცვლილება იყო და რაც შეეხება რუსთან მიმართებაში, აქ ლარი გამყარდა, ასე ვთქვათ, ეს ტენდენცია, ლარის სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება კიდევ ერთხელ, რასაც ვაკურთხებით ბოლო პერიოდის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 2 ლარსა და 71-ზე ქვემოთ ფიქსირდება უკვე კვირების განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველსაყოფად. ვხედავთ ამ კუთხით არსებულ ვითარებას, ვხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს, კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რჩება ძალაში და ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან პოზიტიურად დასრულდა საერთო ჯამში და ჩვენ ამ შეხვედრებს შემდგომ სხვაგვარად უკვე სტუმრებთან ერთად შევაჯამებთ ოდნავ მოგვიანებით ჩვენს შემდგომ გადაცემებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები, სადაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენს გადაცემებში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ისე საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეფასებები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც თავის მხრივ და მინდა სწორედ ერთ-ერთი ნაწილი ვნახოთ ახლა დიაგრამაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შეფასება ამ კუთხით განსაკუთრებით პოზიტიურია. საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნება და მithumet სამის სახებ საუბრობს აღმასრულებელი დირექტორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფა და შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ გლობალური ტურბულენციის ფონზე, ვინაიდან გლობალური ტურბულენცია არის იმ რისკების მატარებელი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით უკვე, ვინაიდან მიუხედავად არა ერთი სხვა ტიპის განცხადებისა, მაინც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ძალიან ძნელია და ანალიტიკურ წყაროებშიც კი პრაქტიკულად ვერავინ ვერ სვავს სწორ და ზუსტ პროგნოზს ან გათვლას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება დროის გარკვეულ პერიოდში მოწესრიგდეს, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მაგალითად ნავთობის ფასების კორექტირებას. ნავთობის ფასების კორექტირებაზე კიდევ ერთხელ განსაკუთრებული აქცენტია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ არაერთ განცხადებას, მათ შორის მაგალითად შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის განცხადებას, რომ ჯერ კიდევ არ მიუღწევია პიკს, ანუ რა არის პიკი ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა ახლა ამ თემებზეა, ხო? ვინაიდან თუ კიდევ არის რესურსი ნავთობის ფასების გაძვირების, ნუ რესურსების წყალების შემთხვევაში ამ დაძაბულობიდან გამომდინარე ბუსტი შეიძლება უფრო სწორი ნათქვამი იყოს, მაშინ გასაგებია, რომ გლობალური ინფლაცია კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის მთელ რიგ ადგილობრივ ეკონომიკებს, მათ შორის ღია ეკონომიკებს, როგორც ეს მათ შორის საქართველოს ეკონომიკა. და ცხადია, ამ კუთხით ბუნებრივია ძალიან ბევრია საფიქრალი. უახლოეს პერიოდი გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა, გააქტიურებული მოლაპარაკებებიდან, უმაღლესი რანგის მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად შევხედავთ დიდ სურათში, რაც თავარია საქართველოს აგრძელებს მის უმნიშვნელოვანეს პოზიციონირებას, კიდევ ერთხელ რაც არ უნდა სხვა ტიპის შეხედულება არსებობდეს გამოწვეული პოლიტიკური სპეკულაციებიდან გამომდინარე საქართველოსთან დაკავშირებით, მუდმივად ხაზგასმულია და ვერც ვერავინ ვერასოდეს უარყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპასა და აზიის შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, მათ შორის ამ კუთხით ერთ-ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით ცხადია დაკვირვებას ვითარების ანალიზს და სწორედ ჩვენ გუშინდელ გადაცემაში ვსაუბრობდით ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელზე, შემოდნების სარეკორდო მაჩვენებელზე, ფულადი ნაკადების და კიდევ ერთხელ როდესაც ლარის კურსის გამყარებასთან არსებულ ვითარებას განვიხილავთ, კვლავ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ფუნდამენტური ფაქტორების გავლენას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული ვალუტის კურსის სიმყარეზე და ამ კუთხით ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ ფულად გადმოვიწყოთ, რაც ასევე ბოლო მაჩვენებლებით, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ სწორედ გასული კვირის ბოლოს პარასკევის ინფორმაცია იყო ეს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ხედავდით დინამიურ და ჯამში სტაბილურ პოზიტიურ ვითარებას ექსპორტთან დაკავშირებით მაჩვენებლები ჩვენ ვნახეთ უკვე გუშინდელი გადაცემის შეფასების ნაწილშიც და ვნახეთ სარეკორდო მაჩვენებლები როგორც მთლიანად ექსპორტის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში ან მარტში 80%-ზე მეტი მატება, იანვარ-მარტის ნაწილში ადგილობრივი ექსპორტის 70%-ზე მეტი მატება, რაც მართლაც ფანტასტიკურად ესეთი ფანტასტიკური მაჩვენებლებია, ანუ ესეთი სტაბილური დინამიურობა შეიძლება ასე ითქვას ექსპორტის წრეში, რაც კიდევ ერთხელ ვალუტის შემოდნებას უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა დღეს
აქცენტირებულად მინდა ვისაუბროთ ტურისტთან დაკავშირებულ ვითარებაზე. ამ წელში ჩვენს გადაცემებში ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ სწორედ გლობალური ტურბულენციიდან გამომდინარე ტურიზმის საკითხებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ. აქ ჩვენს სტუდიაში ისევე როგორც ვისაუბრეთ სექტორის წარმომადგენელთან არაერთთან და მოვიხილავდით სწორედ სექტორში არსებულ ვითარებას, ვინაიდან კვლავ ყველა გათვლებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის გალთენ თაგარტის გათვლებით, ტურიზმი მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო და მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი სექტორი ყოველთვის ხსნის საკუთარ რეკორდებს დის დინამიკის ჭრილში. ეს შეეხება როგორც ტურისტების რაოდენობას, ზოგადად ვიზიტორების რაოდენობას, ისე შეეხება ტურისტული ვიზიტებიდან საერთო შემოსავლებს და რა თქმა უნდა მიმდინარე წელსაც ჩვენ ამ ვითარებას ველოდით, მაგრამ ჯერ კიდევ ველით დარწმუნებული ვარ და თუ მოკლევადიანი იქნება სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ნეგატიური გავლენა, ბუნებრივია ტურიზმის სექტორს საქართველოში აქვს ფანტასტიკური გამოცდილება აღდგენის. გამომდინარე კოვიდის ვითარებიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ დივერსიფიცირება ტურიზმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს მდგრადი შემოსავლების უზრუნველყოფის კუთხით ამ სექტორიდან და მინდა სწორედ ამ უახლეს მაჩვენებებზე ვისაუბროთ, რომელიც სწორედ გუშინ გამოქვეყნდა. თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც შევხედავთ ამ შემთხვევაში ვითარებას 2026 წლის პირველი კვარტალის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და 830 მილიონამდე ვსაუბრობთ, 829 მილიონზე მეტი დოლარშია ბუნებრივად დაფიქსირებული ეს შემოსავალი, რაც პირველი კვარტლის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, რეკორდული მაჩვენებელია და თან აქ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პირველ კვარტალზე, როდესაც მარტში უკვე ძალიან სერიოზული რისკები იყო გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებიდან. მარტმა უკვე გამოიწვია პროვოცირება დანაკარგების გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი ბაზრებიდან საქართველოსთვის იქნებოდა ეს ისრაელი, იქნებოდა ეს ყურის ქვეყნები, ემირატები თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რიგ შემთხვევაში პრაქტიკულად გაუქმებული, დროის გარკვეულ პერიოდში მაინც პრაქტიკულად გაუქმებული ვიზიტები, ბუნებრივია ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია, ეს მაჩვენებელი მე დარწმუნებული ვარ იქნებოდა კიდევ უფრო მეტად მაღალი, რომ არა მარტის ტურბულენციის ნაწილი. მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ დივერსიფიცირებაზე, აი სწორედ აქ არის სიძლიერე საქართველოს ტურიზმის სექტორის და აქ არის სწორედ სიძლიერე სახელმწიფოს მიდგომის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე გლობალურად. ცხადია, ბიზნესების გარკვეული მიმართულება და გარკვეული ტიპის ობიექტები, იქნება ეს სასტუმროები, სარესტორანო მომსახურება თუ ასე შემდეგ, შესაძლებელია დამოკიდებული იყოს ერთ რომელიმე მიმართულებაზე, უფრო აქცენტირებულად იქნება ეს ყურის ქვეყნები, თუ იქნება ეს ისრაელი, მაგრამ ჯამში, დიდ სურათში, საქართველოში ტურიზმი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, შესაბამისად ქვეყანას აქვს საშუალება მიიღოს შემოსავალი უფრო ფართო არეალიდან, სწორედ დივერსიფიკაციის შედეგად და არა ვთქვათ ერთი რომელიმე მიმართულებიდან. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმ მიმართულებებზე და იმ სექტორებზე, რომლებიც იმ სეგმენტზე უფრო ზუსტად ვთქვათ, რომლებიც ერთ რომელიმე მიმართულებაზე არიან დამოკიდებული, თუმცა ალბათ მათაც კიდევ უფრო მეტი უნდა ვემუშაოთ იმისთვის, რომ საერთო ჯამში იმ დივერსიფიცირებას, რასაც სახელმწიფო ჯამში ახერხებს, ეს კიდევ უფრო წარმატებით მოახერხოს. კერძო სექტორმა სწორედ დივერსიფიცირების ჭრილში მე მინდა შემდგომ დიაგრამას შევხედოთ, სადაც ჩვენ უკვე ვისაუბრებთ კონკრეტულად ევროკავშირის მიმართულებაზე და 2021 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 36.4% გაიზარდა, 36% ნახევარი ფაქტიურად, ანუ დივერსიფიცირების ნაწილი არის სწორედ ეს. როცა საუბარია რომ ერთს შესაძლებელია ახლო აღმოსავლეთში არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემები, მაგრამ მეორე სულ გვაქვს ევროკავშირის მიმართულება, ხო? ევროკავშირის მიმართულება, სადაც ასევე ვხედავთ ტენდენციას, რომელიც მუდმივად არის ძაბი. საქართველოს შემთხვევაში საქართველოს აქ დეკლარირებული და ამ ყველაფერს ეს მაჩვენებელი კარგად აჩვენებს აი ამ დეკლარირებულობის რეალურობას გადათარგმნას, რომ მოიზიდოს მაღალი მსყიდველობით უნარიანობის მქონე ტურისტები. დიახ, ევროკავშირის სწორედ ეს ნაწილია, სწორედ ეს 36.4%-იანი და სწორედ აი ამ ნაწილს ადასტურებს, რომ დიახ, საქართველოს აქცენტირება მაღალ შემოსავლიანი ტურისტების და მაღალ ხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის ჭრილში არის გამართლებული და არის სწორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა აქვე უნდა დავიწყოს, რომ ისრაელიც, ყურის ქვეყნებიც ასეთივე მიმართულებებია, მაგრამ კვლავ დივერსიფიცირებას რომ მიუბრუნდეთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე საუბრობდა აქ ჩვენთან სტუდიაში სწორედ
აზიის ქვეყნების მიმართულების გააქტიურებას იქნება ეს ინდოეთი და რა თქმა უნდა ჩინეთი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ITB ამ შემთხვევაში სწორედ ჩინეთში გაიმართება საქართველოს მას პარტნიორის როლში წარმოდგენილი და ჩვენ მოკლედ ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ ჩინეთიდან ამ ჭრილში და სწორედ როცა ვსაუბრობთ მსგავს ასე ვთქვათ მიმართულებებზე ტურიზმის სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით ჩვენ მოვისმინოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ბატონი ირაკლი ნადარაიშვილის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გაბატონ მაია ომიაძის შეფასებები. იმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შეჯამდა შემოსავლების მაჩვენებლები და დაფიქსირდა რეკორდული ზრდა. ეს არის დაახლოებით 830 მილიონი $. ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში და აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ ბაზრების დივერსიფიკაციას კიდევ ერთხელ რაც წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტს ტურისტთან მიმართებით მაგალითისათვის ევროკავშირი ლიდერობს შემოსავლების ნაწილში დაახლოებით 36%-იანი ზრდა არის ეს არის 151 მილიონი $. პირველი კვარტლის განმავლობაში და მთლიანი შემოსავლების 17%. თურქეთის წილი არის ასევე მნიშვნელოვანი მეზობელი ქვეყნის რომელიც დაახლოებით შემოსავლების თითქმის 15%-ს აგენერირებს ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირების პირდაპირი ფრენების კიდევ უფრო მეტად სტიმულირების შედეგად ვიმედოვნებთ რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მომავალ ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში. მივიღეთ შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიიდან 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 0.5%-ით არის ანალოგიური პერიოდთან შედარებით გაზრდილი და 830 მილიონი $. შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ რომელი ქვეყნებიდან არის განსაკუთრებით გაზრდილი შემოსავლები. პირველი ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ასევე თურქეთი და საუდის არაბეთი. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებით, აქტივობებით და რა თქმა უნდა ავიაციის სექტორის, რა თქმა უნდა ფრენების ერთობლივად მუშაობით, სწორედ აი ამ შედეგს ვიღებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან კვარტლიდან კვარტლამდე, წლიდან წლამდე სწორად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების თუ ტურისტების ვიზიტების ოდენობა, ასევე ეს ყველაფერი შემოსავლებში აისახება. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია აი რაც აღინიშნა შეფასებებშიც მიზნობრივი გამოფენები, აქცენტირებული გამოფენები, ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლების განსაკუთრებულ ზაზე, განსაკუთრებით ევროკავშირიდან, ჩვენ გვახსოვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალიან ძლიერი კამპანია ევროკავშირის ქვეყნების მთელი რიგ დედაქალაქებში, როდესაც მორთული იყო ძირითადად ხალხმრავალი ადგილები, საქართველოს სტენდები, საქართველოს შესახებ ინფორმაციით და რა თქმა უნდა ის რაც გალბატონმა მაიამ აღნიშნა ასევე ფრენები, განსაკუთრებით პირდაპირი ფრენები და თბილისი როგორც პირდაპირ დანიშნულების ადგილი მარტივ ენაზე ვთქვათ, გადაждომის გარეშე ევროკავშირის ძალიან ბევრი ქალაქიდან დედაქალაქზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლებელია თბილისში პირდაპირ მოხვედრა ესე როგორც ქუთაისის მიმართულებაზე, რაც რა თქმა უნდა აძლიერებს და უიოლებს ტურისტებს აქ ჩვენს ქვეყანაში მოხვდრას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ისევე როგორც ვისურვოთ სწრაფად ამოწურვა კონფლიქტის ძალიან ბევრი მიზეზის გამო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ტურიზმის განვითარება გვინდა, არამედ ყველა ფაქტორის და გამო, რაც სახელდება მთელი პერიოდის განმავლობაში, ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული ვითარების საუდის არაბეთთან მაგალითად გაზრდილია ასევე ტურისტების რაოდენობა. ეს რაც შეეხებოდა ამ ნაწილს და გადაცემის ჩვენს მთავარ ნაწილში უკვე სტუმართან ერთად გვინდა რომ ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. ალბათ ყველაზე უფრო მეტად საჭირო პროფესიაზე ვიტყოდი ასე, რომელიც ხარ თუ არა ამ პროფესიის ადამიანი პირველ რიგში გჭირდება და პირველ რიგში გახსენდება საუბარია ადვოკატის პროფესიაზე და ასევე მინდა აღვნიშნო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ბოლო პერიოდში 100 დღეზე ცოტა მეტი გავიდა განხორციელებულ ცვლილებაზე და ახალი ხელმძღვანელის ძალიან ძლიერ აქტივობებზე, რასაც მე პირადად მუდმივად ვაკვირდები და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მუდმივად აკვირდება ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში გვაქვს ისეთი ძლიერი ასოციაცია, როგორც არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მინდა რომ სწორედ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ყანდაშვილს მივესალმო. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში այս დროზე მობრძანებისათვის და კიდევ ერთხელ ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც მე ეთერიდან მინდა, აქედან მინდა
მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ. ძალიან საპასუხისგებლო პოზიციაზე და ძალიან ისეთი ღირსეული გამარჯვებას გილოცავთ და რა თქმა უნდა, მადლობა მთელი ამ პერიოდისთვის, რომელიც გაიარეთ ასტრეზე მეტია, ასე ვთქვათ, როგორც აღნიშნე. გამარჯვებაც არ იყო იოლი, მთელი 2 ტური დაჭირდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ არ გიყვართ ხოლმე მაინც გამარჯვებულის ესე ხსენება, მაგრამ აი პირველ რიგში ბატონო ერაკლი, ძალიან ჩემი აზრით, ყოველთვის ჩემთვის ასეა, რომ მართლაც ყოველთვის საჭირო პროფესიას ვეძახიმები რა ადვოკატის პროფესიას, ვინაიდან ხარ თუ არა განმეორდები ამ პროფესიის წარმომადგენელი, შენ ადვოკატი გჭირდება მთელი შენი ასე ვთქვათ საქმიანობის განმავლობაში. სწორედ ასევე ვხედავ ძალიან ძლიერ ასოციაციას ამ კუთხით, ძალიან მრავალრიცხოვან ასოციაციას ჩვენ ეთერამდეც მოვასწავლეთ მცირე გასაუბრება ამასთან დაკავშირებით. და გავიდა 100 დღეზე მეტი, თუ შეიძლება რომ შევაფასოთ განვლილი პერიოდი, გარკვეულწილად პრიორიტეტები და შემდგომ გავყვეთ მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან. კეთილი უპირველესად მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ულოცვისთვის მე ვისალმები თქვენს მაყურებელს. მე უნდა დაგეთანხმოთ უპირველესად, რომ ეს პროფესია მართლაც ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროფესიაა, თუმცა რა თქმა უნდა ყველა პროფესიის პატივისცემის გათვალისწინებით. დასაწყისში გიორგი თქვენი სინებართვით ვისარგებლებ შემთხვევით და რამოდენიმე საკითხს აღნიშნავდი, სანამ თქვენ შეკითხვა შევეხები. უპირველესად დიდი პასუხისმგებლობა არის აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა, გარდა დიდი პატივისა რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე დიდი პროფესია დაახლოებით 11300 გადააჭარბა რეგისტრირებულ ადვოკატთა სიითმა ნომერმა, აქედან მოქმედი დაახლოებით 6000-მდე ადვოკატია, რაც ძალზე დიდი პროფესიის ცალსახად დადასტურებული ნიშნულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო არის ეს პროფესია და ამ პროფესიის ჭრილში თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნა და აქედან გამომდინარე, მე მინდა ვისარგებლო კიდევ ერთხელ შემთხვევით მადლობა დაუფიქსირო ყველა კოლეგას, ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მიიღო არა აქვს მნიშვნელობა ვის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, თქვენ სწორედ აღნიშნეთ. მე ხშირად უსვამ ხას ამ არჩევნების შედეგად არავინ არ არის დამარცხებული და ან გამარჯვებული, ჩვენ ყველანი ერთი დიდი საადვოკატო ოჯახის წევრები და შვილები ვართ და ფუნქციონალურადაც ყველანი ერთ მიზანს ძლიერი საადვოკატო პროფესიის შექმნას და გამყარებას ვიმსახურებით. აქედან გამომდინარე, მათ შორის აღსანიშნავია, რომ იყო ყველაზე ტრანსპარენტული გამჭვირვალე არჩევნები, ალბათ გამეთახვები და ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში ჩვენს პროფესიაში ყოველ შემთხვევაში, როცა თავმჯდომარის არჩევნები სასამართლო გარჩევამდე და საჩივრებამდე არ მისულა. ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ არც ერთ კანდიდატს 6 კანდიდატი ვიყავით სამშობლოების და 120-ზე მეტი სხვადასხვა რგოლებში საშუალება არ მოგვეცა, რომ მივდავებოდით ან გამჭვირვალობა, ან ხილმისაწვდომობის ნაწილში ადმინისტრაციას ასოციაციის იმ ეტაპზე, ვინც ჩაატარა ეს არჩევნები. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას. დრო მიფრინავს 100 დღე ნამდვილად უკვე გასული არის და ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველდღიურად ადვოკატთა საჭიროებების ამ შემთხვევაში უზრუნველსაყოფად და ყოველდღიურად პროფესიული გაერთიანება რა თქმა უნდა ამ დიდი პროფესიული გაერთიანების წევრების ინტერესებს ემსახურება. მე შემიძლია გითხრათ რამოდენიმე ძირითადი პრიორიტეტი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არა მხოლოდ 2026-ის არამედ ზოგადად ჩვენი ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე მართვაში არსებული გუნდის ხედვა მომდევნო 4 წლის მანძილზე, რასაც ჩვენ ცალსახად ვეცდებით, რომ ამ 4 წლის მანძილზე ყოველდღიურად ვიყოთ ჩართული ამ პრიორიტეტების რეალიზებაში და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე და ამ 100 დღის მანძილზე მოგეცემა ალბათ საშუალება შევეხებით კიდეც რაც შევძლებთ და გავაკეთეთ ერთი და მთავარი და უმნიშვნელოვანესი. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პრინციპი, რაც მაგალითისთვის მე ყოველთვის მქონდა არა მხოლოდ წინა საარჩევნო მიზნების, არამედ ზოგადად განცდა და მიდგომა და მიხედულობა მქონდა მაქვს და მექნება ეს არის, რომ პროფესიული გაერთიანების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ამ ერთიანი ოჯახის თანასწორთა შორის ოჯახის წევრი და ორგანიზაციამ უნდა შექმნას ეს წინაპირობები და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით და
მოკლედ შემეძლება ალბათ დღეს მიმოვიხილო. მეორე, რაც უნდა აღინიშნოს, თავმჯდომარე თითოეულ ადვოკატის გვერდით და მხარდამხარ და თითოეული ადვოკატი თავმჯდომარესთან ერთად. აი ამ პრინციპით უნდა იმართებოდეს ეს ორგანიზაცია და ამ პრინციპის დანერგვა ყოველდღიურად უკვე ხდება. მესამე და ძალზედ მნიშვნელოვანი ეს არის რეგიონალური ჩართულობა, იყოს ძალზედ აქტიური. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აერთიანებს მოქმედ 6000-მდე წევრს, აქედან თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თბილისშია, თუმცა არანაკლებ ნაწილი არის რიცხოვნების კუთხით სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობითი ოფისები აჭარის რეგიონში, სამეგრელო ზემო სვანეთში, იმერეთის რეგიონში, კახეთში და თითოეულ რეგიონში საკმაოდ სოლიდური არის წარმომადგენლობა ადვოკატებიზე. ჩვენ თითოეული ამ რეგიონში მოქმედი ადვოკატების ჩართულობას უზრუნველყოფთ. მე თამამად შემილია გითხრათ, მათ შორის ერთ-ერთი დანაპირები იყო, რომ თავმჯდომარე იქნება ყოველ 3 თვეში ერთხელ თითოეულ რეგიონში. უკვე გავლილ 100 დღეში ორჯერ მომიწია ქუთაისში ყოფნა, აჭარა, სამეგრელო ზემო სვანეთი, შიდა და ქვემო ქართლი მოვიარე ერთხელ უკვე და ხელმეორე ჯერზე ვართ უკვე. გუშინ კიდე ერთხელ ვიყავი გორში, მაისში ჩვენ ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი ისევ არის დაგეგმილი, რომ თითოეულ წევრთან ხელმძღვანელს უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ რეგიონალურ დონეზე ჩართულობა იყოს ძალზედ აქტიური. შემდეგი რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულება არის, ეს არის ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხობრივად ზრდა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომელიც მუდმივ რეჟიმში ვითარდება, ალბათ ისევე როგორც თითოეული პროფესია, თუმცა ეს არის დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი პროფესია და თითოეულ ადვოკატს, მათ შორის პროფესიული განვითარების მიმართულებით ზრუნვა უწევს, რა ნაწილშიც პროფესიული გაერთიანება ვეხიდებით თითოეულ წევრს. მე ძალიან სიამაყით შემილია ვთქვა და სიხარულით უახლოესი 3 თვის მანძილზე ალბათ ამეთანხმებით და ოდნავ უფრო ადრეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ან გავიდა, ან ამ ეტაპზე არ არის აქტიურად ჩართული, მათ შორის გლობალური საკითხია, რომ USAID როგორც ასეთი არ არსებობს, არც ამერიკაში, არც ევროპაში და არც საქართველოში უკვე, რომელთა მხარდაჭერით ბოლო ალბათ თამამად შეიძლება ითქვას 10-15 წლის მანძილზე პროფესიული გაერთიანება ვითარდებოდა, მაგალითად სასწავლო კომპონენტის მხარდაჭერის კუთხით. ერთი მხრივ დიდი გამოწვევაა, გიორგი, თამამად გეტყვით, როდესაც ჩვენ საუბრობთ არასაბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვაზე და მისი სწორედაც საგანმანათლებლო ნაწილის მხარდაჭერაზე, თუმცა რთულია, მაგრამ ჩვენ შევძელით და იანვარი, თებერვალი, მარტი და უკვე აპრილსაც ვამთავრებთ თითოეულ თვეს მინიმუმ 15-დან 20 სასწავლო ღონისძიებამდე არის ორგანიზებული, როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ასევე რეგიონალურ ჭრილში, რა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს ავსებს გარკვეულწილად იმ ნაწილს, რა თქმა უნდა, ასე რომ ის ის დანაპირები ჩემი მხრიდან რომ იქნებოდა ძალზე დიდი აქცენტი გაკეთებული განათლებაზე, სასწავლო კურსებზე და კომპონენტებზე სრულდება, უკვე რეალიზებულია. საერთოდ მოხსნილი გვაქვს ჩვენ რაღაც რეგისტრაციის სავალდებულობა, მე მინდა ადვოკატებსაც უთხრა, რომ ყოველთვის იყოს საუბარი, რომ მე რაღაც ღონისძიებაზე ვერ ხვდები, რაღაც ტრენინგს ვერ გავდივარ, ვერ რეგისტრირდები, კარგია. გვაქვს ინფორმაცია, რომ არის ამათუმი სამართლის დარგში ესეთი საქმეობა, კარგია, მობრძანდით. ისევე როგორც დისტანციური ჩართვის პლატფორმა შევიმუშავეთ და ნებისმიერ ღონისძიება შეიძლება დაკავებულობის, რა თქმა უნდა, სწორი შენიშვნა და აღნიშვნა არის, შეიძლება დაკავებული ვიყოთ იმ ეტაპზე, ვერ ვიყოთ ადგილზე, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კუთხიდან ჩართულობა და ხელმისაწვდომობა არის უზრუნველყოფილი. შემდეგი მიმართულება ეს არის პრიორიტეტი ამ 4 წლის მანძილზე ცალსახად, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, ეს არის რომ თითოეულ ადვოკატს შევუქმნათ მისი საადვოკატო საქმიანობის კომფორტულად და მათ შორის სრული სტანდარტის დაცვით რეალიზების საშუალება. ამ მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროფესიული გაერთიანების ძალზედ ჭიდრო თანამშრომლობა ყველა ქვეყანაში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ 100 დღის მანძილზე მე მქონდა არაერთი შეხვედრა, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რგოლით დავიწყებ, როგორც უზენაეს სასამართლოს პირველ პირთან, ასევე გენერალურ პროკურორთან, იმიტომ რომ ჩვენ მართლმსაჯულების სამკუთხოვან ურთიერთობაში ვართ. მათ შორის დღეს გვქონდა ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივის კიდევ ერთ ხელახლა ინიცირება, ეს არის ბენჩბარი ეგრეთ წოდებული სასამართლო, სახელმწიფო ბრალდება და ადვოკატის პროფესიაზე ერთად ვსხედვართ და
პრაქტიკას ვაზოგადებთ, ძალზედ მნიშვნელოვანი პლატფორმაა შექმნილი 2020 წელს, რომელიც 2023 წლიდან აღარ მოქმედებდა და ჩვენ დღეს მივეცით ამას ხელახალი ამ შემთხვევაში ბიძგი, რომ მსგავსი ფორმატები იყოს შექმნილი, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი გიორგი, რომ ადვოკატებს მართლმსაჯულებაში ჩართულობის ნაწილში ეროვნულ პრაქტიკასთან დაკავშირებით პრაქტიკის განზოგადებაზე წვლილმა ჰქონდეს და ყოველდღიური ცვლა იყოს მიდგომების სახელმწიფო ბრალდებასა და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად. Ჰქონდა არაერთი შეხვედრა მათ შორის სამთავრობო კუთხით, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, მათ შორის რომ უშუალო კომუნიკაცია იყოს ქვეყნის პირველ პირთან, იმიტომ რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ძალზედ საჭირო პროფესია და რა თქმა უნდა, ის საჭიროებები, რაც პროფესიას აქვს, დღის წესრიგში უნდა იცოდეს ქვეყნის პირველმა პირმა, ისევე როგორც პარლამენტის დონეზე, სამინისტროების დონეზე, განსაკუთრებით აქტიურად ვარ მე პირადად ჩართული პენიტენციალურ დაწესებულებებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენი ადვოკატებით შედიან ციხეში, გნებავთ ციხეზე ითქვას, არა აქვს მნიშვნელობა როგორ ვიყოს, მაგრამ ციხეში საქმიანობენ, ანხორციელებენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების დამატებით სენსიტიურობას, უფლებრივ უზრუნველყოფას და იქ სამუშაო გარემო უნდა იყოს შექმნილი. მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი საწინააღმდეგოს, რაც არის ეს მოცემულობა ბოლო 3 თვის მანძილზე, ნამდვილად ვთანამშრომლობთ პენიტენციალურ სისტემასთან. იყო გამოწვევები, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და იქნება, მაგრამ ეს გამოწვევები ნაბიჯ-ნაბიჯ 3-4 დღის წინ ვიყავი კიდევ ერთხელ ერთ-ერთ პენიტენციალურ დაწესებულებაში სწორდება, რაც სამუშაო გარემოს უქმნის ადვოკატს სწორეს და გამართულს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე როგორც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიგრაციის დეპარტამენტთან, სადაც ყოველდღიური შემხედლობა აქვს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ადვოკატებს, ისევე როგორც სასამართლოებთან, ეს იქნება თბილისის თუ რაიონული, ყველა პრობლემა ერთ დღეში არ გადაწყდება. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, განსაკუთრებით ადვოკატებს. თავარი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, ვიცოდეთ იმ მისასვლელ მიზნებამდე რა გზა არის გასავლელი და ყველა ერთად ვიყოთ ჩართული ხელი-ხელ ამ დარგის, ამ პროფესიის განვითარებაში. და კიდევ ერთი მიმართულება, მინდა რომ გადავღალო მსმენელი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები. ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის იყო რეგიონში ყოველ შემთხვევაში დარგის ჰაბი. ამას მათ შორის არაერთი დასკვნა ადასტურებს, როგორც ევროპის საბჭოს ეგიდით შექმნილი, ასევე USAID-ის ეგიდით სამართლის უზენაესობის პროგრამის მხრიდან და ეს ნიშა არ არის ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი და ამ მიმართულებით მე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, მათ შორის რეგიონალური კუთხით. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მქონდა ძალზედ მნიშვნელოვანი აქტივობა და შეხვედრა პროფესიულ გაერთიანების პირველ პირთან თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. შაბათ-კვირას ამ კვირის სომხეთის პროფესიულ გაერთიანების პირველ პირთან ერევანში ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს. გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში, თურქეთი უდიდესი მეზობელია სტრატეგიული პარტნიორი და მათ შორის საადვოკატო კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს რეგიონში, ისე როგორც პირველი გასვლითი ვიზიტი გქონდა ევროპაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეების შეხვედრა იყო ვენაში, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის დაფასებული და მიღებული წევრია და კიდევ ერთხელ ხაზი გაისვა ჩვენს სწორ ჩართულობას იმ ევროპული ღირებულებების მიმართულებით, რაც ღირებულებებიც მათ შორის ადვოკატის პროფესიაში დანერგილია და ყოველდღურად ხორციელდება დღეს საქართველოში. ეს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები, თუ შეიძლება ასე ითქვას, მომდევნო 4 წლის ფარგლებში ყოველდღურად უკვე რეალიზდება და დგამთ ნაბიჯებს. და კიდევ ერთი ნიუანსი, საკანონმდებლო ჩარჩო რეგულაციების დახვეწა და შექმნა, რაც ადვოკატის, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გასაუმჯობესებლად იქნება გადადგმული და საგადასახადო ამ შემთხვევაში სტანდარტების რეგულირება სწორად ადვოკატის დაბეჭდვასთან დაკავშირებით, აი ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რასაც ჩვენ მათ შორის ყოველდღიურად ვფიქრობთ და ვაორგანიზებთ. კი ბატონო, მართლა ძალიან შთამბეჭდავია ამ პრიორიტეტების და ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული საქმე. მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ახლაც რომ გისმენდით, ძალიან ბევრი ინფორმაცია ასევე, რაც მინდა ვთქვა თქვენი საქმიანობის გამჭვირვალობაზე მეტყველებს, ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის სოციალური და მათ შორის თქვენი გვერდიდან მაქვს მიღებული, აი რასაც უყურებ პრაქტიკულად, იგივე პენიტენციალურ დაწესებულება აღნიშნეთ, თუ მემორანდუმები აღნიშნეთ, თუ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობა, მართლაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სრულად გეთანხმებით ხა ერთ
გამოწვევები არსებობს, პენტენციალური მიმართულებით იქნება, სხვა მიმართულებით იქნება, იარსებებს, ბუნებრივია, მთავარია ის სწორი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ნაწილის გადაჭრა თქვენი მხრიდან. რამოდენიმე საკითხი მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ მოვიცავით თემები, რამოდენიმე საკითხი მინდა კიდევ უფრო მეტად რომ ვისაუბროთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობაზე, ამ შემთხვევაში ბიზნესისკენ გადავიწევ ცოტას და სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ მემორანდუმი კონკურენციის სააგენტოსთან, ნახეთ თქვენი შეფასებას კონკურენციის სამართლის მიმართულებით ასევე თუ შეგიძლიათ გითხრათ ამ მემორანდუმთან დაკავშირებით და აქვე გკითხავთ კერძო სექტორთან საქმიანობის ჭრილსაც ამ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, მადლობა თემის წამოწევისთვის. ნახეთ გიორგი უდნავ შორიდან დავიწყეთ ნებართვით. ადვოკატთა ასოციაციის კედლებში სისტემურ კუთხეს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ჩვენ მივეცით ამ შემთხვევაში შესაძლებლობა განვითარდეს სამართლის თითქმის ყველა დარგობრივი კომიტეტი. 50-ს გადააჭარბა და ისეთი დარგების კომიტეტების ფუნქციონირება შევუწყეთ ხელი, როგორც არის მაგალითად სპორტის სამართალი. რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამერიკასა, ევროპასა თუ არაერთ სხვა იურისდიქციაში. მაგალითად მედიაციის სამართლის კომიტეტი. მაგალითად, რაც თქვენ აღნიშნეთ, კონკურენციის და მომხმარებლების მიმართულებით არსებული დარგობრივი მიმართულება. რისი თქმა მინდა იცით, რომ ჩვენ ხელს უწყობთ ყველა იმ სამართლის დარგის ორგანიზაციის შიგნით დანერგვა განვითარებას, რაც არის ადვოკატების ყოველდღიურობა, არა მხოლოდ დღეს, არამედ იქნება ხვალ. სწორედ ასეთ დარგად მიგოჩნია ჩვენ მათ შორის კონკურენციის სამართალი და ძალიან მნიშვნელოვანია ის მემორანდუმი, რაც 2-3 დღის წინ იქნა გაფორმებული შესაბამის სამსახურთან და მიზნად ვისახავთ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენი ჩართულობით მათ შორის, იმიტომ რომ ადვოკატები არიან პირები, რომლებიც მსგავსი კატეგორიის სამართლებრივ დავებზე წარმომადგენლობას ახორციელებენ ბიზნესიც რომ მოვიცვათ და ბიზნეს დავების ერთ-ერთი მიმართულება არის, აქედან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ დარგის განვითარებაში იგივე პრაქტიკის განზოგადების კუთხით და თუნდაც აზრის გაცვლის თვალსაზრისით, რაც დარგს განავითარებს, ჩვენს პროფესიაც ვიყოთ ჩართული. ეს არის ერთი მხრივ როგორც კონკურენციის სამართლის განვითარებისთვის ხელშეწყობა, ასევე ჩვენი პროფესიული პრაქტიკის, ადვოკატების პრაქტიკის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, დარგის განვითარების პულსაციაზე ხელის დების საშუალება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ინსტიტუციას მემორანდუმის ხელმომწერს გვაქვს ამისი ნება, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ახლა რა თქმა უნდა არ ვართ ამ დარგის პირველ პლანზე თავისთავად ყავს ძალზედ ეფექტური ამ შემთხვევაში სამსახური, რომელიც ამ დარგს ანვითარებს, თუმცა ჩვენი ჩართულობითაც აი რაც შეეხება კერძო პრაქტიკის სამართლის ნაწილს და ამ შემთხვევაში ეს არ არის პატარა ნაწილი და მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც არის, რომ ადვოკატები სწორედ იმ ბიზნესს წარმოადგენენ, რომელსაც გარკვეული სადავო საკითხი და წრი აქვს შესაბამის ინსტიტუციასთან, ჩვენ ერთგვარი გამტარი ვიყოთ და პრაქტიკის დანერგავი. იმედი მაქვს, რომ ამითი არაერთი ამ დარგით დაინტერესებული ადვოკატი თავის ადგილს ნახავს და პრაქტიკაშიც იქნება ჩართული და თავის პრაქტიკასაც გაამდიდრებს იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სადაც ჩვენ არაერთ სასწავლო კომპონენტს, მათ შორის მრგვალმაგიდებს და განზოგადების მიზნებისთვის არაერთ ვორქშოპს და კონფერენციას ვგეგმავთ. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ხარ თქვენ რაც აღნიშნეთ, გარკვეული ასე ვთქვათ, იდეები გამიჩნდა შემდგომ თემების კიდევ უფრო ვრცლად გაშლით ნაწილში იგივე სპორტის სამართალი არის ეს არის დარგობრივი, მაგრამ მართლაც განსაკუთრებულია, რომ ამ თემების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია რომ იცოდნენ ადამიანები, რომ ამ სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავენ და ასე ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავარი ერთ-ერთი მიმართულება ნამდვილად არის, რომ ჩვენ საზოგადოებას და მომხმარებელს ძალიან სწორი გზავნილი გავუკეთოთ და უთხრათ, რაც თუ არ იციან, უნდა იცოდნენ და მე დარწმუნებული ვარ, ყველა მიცის უბრალოდ კარგად უნდა შევახსენოთ ყოველთვის, რომ ადვოკატი მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როდესაც გარკვეული სამართლებრივი ჩიხური თითქოს აი აქ ასოცირდება ხოლმე რაღაცნაირად. დიახ, პირიქით, ადვოკატი არის ყოველდღიურ მოხმარებაში ჩასართავი, უბრალოდ ამას ერთი მხრივ ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ კულტურა არ არის. კულტურა არის. ძალიან დიდი კულტურა არის, ბევრი რაღაცის ჩვენს იურისდიქციაში და ჩვენს საზოგადოებაში. უბრალოდ შეიძლება ფინანსური ნაწილი არ უწყობდეს ხელს, რაც განაპირობებს მოხმარების დეფიციტს. და არის აქედან გამომდინარე მათ შორის არაერთი მიმართულება და სექტორი თუ პირი, რომელმაც ეს რახან არ არის ყოველდღიურ მოხმარებაში, მიეჩნია, რომ არ არის საჭირო. ნახეთ, დიპლომატიურად და ლამაზად რომ ვთქვა. უნდა უთხრათ მოხმარებელს, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან უზრუნველყოს და მხარდაჭერა აღმოუჩნოს ბიზნეს თუ ფიზიკურ პირს იმაში, რომ სწორედ დავა არ წარმოიშვას. პრევენცირება მოხდეს და თავიდან იქნეს არიდებული.
თუ წარმოიშვება და რა თქმა უნდა ხა ადვოკატი ყოველთვის გვერდზე ეყოლება ამის ინტერესის. კი ბატონო, თუმცა ეს ზუსტად მოგყვებით იმ ნაწილში, რომ კი, გარკვეულწილად ეს ფინანსური ნაწილი აჩენს ხოლმე თითქოს ამ გასწას, რომ აი ახლა თითქოს არ დავხარჯოთ, ახლა თუმცა ხშირად შეიძლება ბევრად მეტი, კი ბატონო, ორმაგი და ბევრად შეიძლება დაждდეს, რა თქმა უნდა, ამიტომ პრევენციისთვის ჯობს როგორც დაზღვევა, ისე სხვადასხვა ერთი ნიუანსიც მინდა გითხრათ, ადვოკატთა ასოციაცია როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანება. ჩვენ ძალიან საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის განცდაც გვაქვს. და ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ პროფესიული გაერთიანების პოზიციონირებას მათ შორის ბოლო პერიოდია ძალიან აქტიურად ვახდენთ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს პროფესია საზოგადოების გვერდით არის. კი ბატონო. ნახეთ, და არა მხოლოდ ის, რომ ეს არის პროფესია, რომლის წარმომადგენელსაც ვიღაცამ უნდა მომსახურებაში თანხა გადაუხადოს. ბოლო 3 თვის მანძილზე ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა გვქონდა. მაგალითისთვის, უფასო იურიდიული დახმარების ფორუმი, პრო ბონუს ფორუმი, რომელიც 29-ში იყო, ხო? 29 მარტს იყო, მთელი დღის მანძილზე ჩვენ უზრუნველყავით ადვოკატთა ასოციაციამ, რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ და უფასოდ კვალიფიციური იურისტები გასცემდნენ კონსულტაციას დილის 11-დან დღის ბოლომდე და არაერთი ასობით მომხმარებელი მოვიდა, რომელმაც მიიღეს სამართლის სხვადასხვა დარგში. უფასო იურიდიული კონსულტაცია. ეს მიმართულება ჩვენ უახლოეს პერიოდში გვაქვს დაგეგმილი, რომ რესპუბლიკის მასშტაბით, ქვეყნის მასშტაბით ერთ კონკრეტულ რეგიონში გაკეთდეს, ახლა დღეს ნამდვილად აღარ დავაანონსებ, ვამზადებ და ვიტყვით, ისევე როგორც უკვე ივნისის თვეში ვაპირებთ კიდევ ერთ რეგიონში შედგეს ეს პრობონო ფორუმი. ანუ ეს იქნება განგზობადი ხასიათი ექნება ადვოკატის პროფესიის ჩართულობა საზოგადოებისთვის იურიდიულ კონსულტაციაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ. რაც კიდევ ერთხელ დიდი გზავნილია იმისა, რომ ეს პროფესია არის სოციუმის გვერდით და ყოველთვის იქნება. და კიდევ ერთი ნიუანსი, ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მათ შორის ძალიან კაი ტრადიცია დავერგეთ და აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით პროფესიული გაერთიანების წევრები გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ბავშვთა სახლს დავეხმარეთ, წინა კვირას ხანდაზმულთა სახლს დავეხმარეთ და ამ მიმართულებითაც პროფესიის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებით საზოგადოებაში ჩართულობას აქვს ადგილი. და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ადვოკატის პროფესიის პოზიციონირებისა. აბსოლუტურად გეთანხმებით, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია ეს ყველასთვის აბსოლუტურად და აუცილებლად მინდა გითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დრო გვეწურება, ძალიან მინდა გითხოთ საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობაზე, ვინაიდან როცა ჩვენ პროფესიაზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია ეს პროფესია დიდწილად ყალიბდება, ფორმირდება, თავის ინტერესს იძენს, მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ჩვენ ნახეთ თქვენი ვიზიტები ამ კუთხით. ამ კუთხით რა გეგმებია, ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს ეს სფერო, ვინც ამ სფეროში მყოფია. საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, შემიძლია გითხრათ, ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან, სხვადასხვა შემიძლია გითხრათ, რომ რიგ დაწესებულებასთან გვაქვს თანამშრომლობის ფორმატები, როგორც წერილობითი, ასევე პრაქტიკული, ანუ მემორანდუმსაც გულისხმობ და იმ მემორანდუმის ფარგლებში არაერთი აქტივობა გვაქვს და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ყველა უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას, ხვალ მაგალითად პირადად ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორთან და იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან კომუნიკაცია. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შევქმნით იურიდიული ფაკულტეტების დეკანების და ხელმძღვანელობის ჩართულობით საკოორდინაციო საბჭოც და პირველი შეხვედრა გვაქვს სწორედ აპრილის ბოლოს და ავიღეთ ჩვენ პასუხისმგებლობა პროფესიამ, რათა ერთგვარად თქვენ მოგეხსენება და უნდა უთხრათ საზოგადოებას, რომ კანონი არეგულირებს ადვოკატის საქმიანობას, თვითრეგულირებადი არის პროფესია როგორც ასეთი, თუმცა კანონი განსაზღვრავს პროფესიაში მიღების საკვალიფიკაციო გამოცდის წელიწადში ორჯერ ჩატარებას, რასაც პროფესიული გაერთიანება უზრუნველყოფს. კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე რომ იყოს, იმიტომ რომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოდიან სწორედ როგორც თქვენ აღნიშნეთ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ხომ ასეა? აქედან გამომდინარე, რა პროგრამის ჩაბარება მოუწევთ და მე როგორი იქნება გამოცდის შემდგომ შედეგები, სტატისტიკის მიწოდება უნივერსიტეტებთან, სწორი ბრძანდებით მნიშვნელოვანია თავიდან ვაცნობოთ ეს ყველაფერი პირველმა წყაროს, შემდგომ უკვე გამოცდამდე ეს ინფორმაცია უნივერსიტეტებში ცირკულირდება, გამოცდის შემდგომ ასევე ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვექნება, რომ სტატისტიკა გავაცნოთ და ეს არის ერთიანი ჯაჭვი. იმიტომ რომ პროფესიაში სწორედ უშვებს კადრებს და სამჭედლო არის დღეს საუნივერსიტეტო მერხთან. ნებისმიერ მომზადებულ კადრებს ჩემი აზრით, თორსა მათ მთელი რიგი წინასწარი კომპონენტები ეს არის და მათ შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პროფესიული გაერთიანების წევრობის ერთ-ერთი წინაპირობა არის ადაპტაციის პროგრამა. მოქმედი კანონით და დღეს მე შემიძლია გითხრათ სიამაყით გიორგი, რომ 300-ზე მეტი
სმენელია აი ამ მიღებაზე ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამაში, რაც სხვას არაფერს არ ნიშნავს თუ არა, რომ დარგი ვითარდება, დარგის მიმართ სანდოობა იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის და პოპულარულია ეს პროფესია, წინააღმდეგ შემთხვევაში ზართულია ვთქვათ, ესოდენ დიდი მოთხოვნა ამ პროფესიაზე რის საფუძველზე არის. სწორედ ამის საფუძველზე არის, რომ დარგი სწორად ვითარდება, დარგი სწორედ დროსა და სივრცეში პოზიციონირებს, ინტერესი იზრდება, პოპულარულია ეს პროფესია და ჩვენ ყველანი ერთად ვაძლიერებთ სამართლის სისტემას, რაც არის წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული კიდევ უფრო შემდგომი განვითარების და მდგრადი განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც თქვენი ინიციატივები და მე მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი მედიასთან კომუნიკაცია არის გამორჩეული, რასაც ხედავ ამ წელში, არა იმიტომ რომ მხოლოდ აქ ვართ დღეს, არამედ იმიტომ რომ მე ხედავდი თქვენს აქტიურობას მედიაში და ძალიან მინდა და გულწრფელად გეტყვით, გამიშთა კიდევ უფრო მეტად სურვილი, როდესაც ახლა თქვენ გისმენთ, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იყოს ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ჩართულობა ამ ნაწილში. მით უმეტეს მე ვიტყოდი შედარებით თუნდაც ვიწრო მიმართულებით ბიზნესის ჭრილში ამ კუთხით, მაგრამ მაინც და ძალიან გვინდა თქვენთან ამ კუთხით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. წარმატებები მინდა. დიდი მადლობა. მშვიდობიანი დღე საქართველოს. დიახ, წარმატებები მინდა გისურვოთ ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ 100 დღეს შემდგომ 100 დღეს ვერ დაველოდებით და უახლოეს პერიოდში კვლავ გთხოვთ, რომ აი იმ საკითხებზე, რადგან ახლა ვისაუბრეთ, გარკვეულწილად გარკვეულ შედეგებზე შეიძლება კიდე გავაგრძელოთ საუბარი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ კვლავ ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. მე კი ტრადიციულად ხვალამდე გემშვიდობებით.